მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი და პოეტი, როგორც სტუდენტობისას ხუმრობით შევარქვით, იუმორის მეცნიერებათა დოქტორი დავით ლაზარია. პოეტური ფსევდონიმით დავით მეგრელი. დავითმა ახლახანს დაასრულა საუნივერსიტეტო ჟურნალისტური განათლება და უკვე პოპულარული პოეტური კრებულის ავტორია, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა თუ მსმენელთა სხვადასხვა აუდიტორიაში, სადაც პოეზიის მოყვარულები იკრიბებოდნენ, დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ლექსებიც, პუბლიცისტური ტექსტებიცა და ნოვატორული მამულიშვილური იდეები. ამ ყველაფერზე გადაცემის მსვლელობაში გვექნება საუბარი. მადლობა დავით გადაცემაში სტუმრობისა და საინტერესო საუბრის პერსპექტივისთვის. მოგესალმებით, თავად მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მადლობა დიდი. ახალხან თქვენი პირველი წიგნის წარდგინება გაიმართა, არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს მწერალთა კავშირში და დიდი წარმატებითაც ჩაიარა. რა განცდა ეს სრულად ახალგაზრდა, თუნდაც პოპულარული პოეტისთვის? პოპულარობას რაც შეეხება ხადიდა შეიძლება არ არის რაღაც ფართო მასებისთვის, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს და შემოქმედა ადამიანს საერთოდ ზოგადად აქვს საკუთარი აუდიტორია, რომელიც განსაკუთრებით ყავს ჩემი მკითხველი, რომელსაც სულ რაღაც ველოდები ისე განსაკუთრებულად მის შეფასებას თუ რაღაც განცდას დამოკიდე. იმიტომ რომ ზოგადად სულ ვამბობ რომ პოეზიის ახმა ზოგადად რთულია ხა ჩვენ საზოგადოებაში. ნებისმიერ საზოგადოებაში გარკვეული ნიადაგი ჭირდება. გვესმის რომ ძალიან გვიყვარს პოეზია და რაღაც ამის ქვეყანა ვართ რაღაც საქართველოს პოეზიის მართლაც ეს რუსაველის ქვეყანა, მაგრამ მაინც ჭირდება რაღაც ლექსი, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა სტილის ლექსები წამოვიდა. ხა ჩემი პოეზია სულ ვამბობ რომ უფრო თანამედროვესთან ახლოსაა რაღაც და ყველას გვაქვს თავისი რაღაც პოეზიაც როგორც მედია, ასე ვთქვათ, უნდა იყოს დამოუკიდებელი, მე ასე ვთვლი და მერთო ჩემი კიდევ უფრო მეტად. ხო და ახლა ციგსაც შეეხება როდესაც გამოვუშვი ეს ციგნი და რაღაც ჩემთვის ნახო ჩვენს მაყურებელს. სიმბოლურია იმით ეს ციგნი, რომ ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა მისი დაბეჭდვა, სადღაც ჩემი დაბადების დღეა 9 მაისი, ეს დაიბეჭდა 7 მაისს და რაღაც იმდენად სიმბოლურია დავარქვი ჩემი პირველი შვილი და ჩემთვის კი არა ნებისმიერი შემოქმედისთვის პირველი თავისი შემოქმედების ასე ვთქვათ, არ თავისი პირველი შვილი და თუ რამე შეიძლება შეადარო შვილის ბედნი, მაგრამ აი რო გეყოლება შვილი მე მგონი მე რა მე ასე მგონია მე ცოტა უღალატებ ალბათ. შენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი ოლიკოცისკარიშვილი. ჩემი ყოფილი სტუდენტი არ არსებობს, მაგრამ ჩემი ყოფილი 90-90-იან წლებში ახლა უკვე დიდი ხანია კოლეგებიც ვართ. ის იყო ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გაზეთის ფაქტი აზრი კომენტარი რედაქტორი და მომიცუნცულა პირველი ნომერი და ქალბატონო დიანა ეს გაზეთი ჩემი შვილია და ჩუქნით და ოლიკოს მithumetes წარწერაც გააკეთა კი ფანატიზმი დღემდე აქვს და გამეცინა ძალიან ოლიკო მევთხარი შეროშვილი გეყოლება და ესეც სიმბოლურია რომ ჩემი გამომცემლობის დირექტორია ოლიკო თქვენი სტუდენტი და ეს ციგნიც რაღაც ოლიკოსთანაც სადღაც რო აკვირდები ჩემი შემოქმედებაც ჩემს ლექტორებთან რაღაცნაირად ასოცირდება კი ასეც უნდა იყოს ჩემო დავით აბა ლექტორისთვის არსებობს თუ არა ასოცირდება სტუდენტის ცხოვრებაში ეს ლექტორის ბედნიერებაცაა და მე მგონია გარკვეულწილად სტუდენტისაც მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს იქ გალაქტიონის ნატერფალზე გოგლა ლეონიძის და მწერალთა სახლში რა განცდა ქონდა როცა შენს ლექსებს კითხულობდი ზოგადად ჩვენი პრობლემა არის ასე თუნდაც არ გამომივიდეს მაგრამ დღეს ვაკვირდები რაღაც ჩვენს შემოქმედ საზოგადოებას რომელიც დიდი პატივიც არის მაგრამ საკმაოდ პასუხისმგებლობა იცით იმ დღესაც ვამბობდი და სულ ვამბობა არ აქვს მნიშვნელობა შენს წიგნის პრეზენტაციაზე მოვა შენი ბიძაშვილი იქნება შენი ახლობელი იქნება არა პოეტი იქნება ეს იქ რო დადგები რაღაც იმხელა პასუხისმგებლობას გცნობ იმიტომ რომ იმ
ლექსიცა მაქვს ასეთი რაღაც. აბა გითხარი ლექსი. აი რას მომბობ ახლა და სულ მე ასე ვთვლი ზოგადად ადამიანი ხო არის ერთი აი ჩვეულებრივი ადამიანი. ჩემში ორი სული არის რაღაც პოეტი და ცალკე ადამიანი და ჩემთვის ყველა შემოქმედი ჩემი აზრით და თვითონ დავითი განსხვავდება პოეტი დავითისგან ეს ორი სამყაროა და იქ როდესაც შენ წერალთა სახში წარდგები რაღაც იქაც ორი სამყაროა და იქ შენი ნათესავია შენი კოლეგა მეგობარია მათთანაც უკვე პასუხისმგებლობას გრძნობ. მით უმეტეს მე მგონი უფრო მძიმეა როცა ახლობელი გისმენს ორმაგი დრო ბევრად უფრო კრიტიკულია რაც არ უნდა პარადოქსული და ძალიან კარგია სხვათა შორის ახლა ხო არის ახლა რომ როცა ლექსები ვანახებ მეგობარს რაღაც მე მაგათი მათი ასე ვთქვათ კრიტიკა იქნება თუ შენიშვნა უფრო ღირებულია ჩემთვის რაღაც და უნდა გასათვალისწინებელიც იმ დროს როდესაც რაღაცაზე გაქვს პრეტენზია წიგს გამოუშვებ წერალთა სახში გაქვს პრეტენზია მაშინ რაღაცაზე ჩვენ ყოველთვის დამოუკიდებელი მაინც არ ვართ რაღაცაზე ადამიანი ყოველთვის ადამიანია ადამიანი ეს მისი ბედნიერებაცაა რას ქვია ანგარის არავის უწევ უკვე აღარ არის საინტერესო და შენ თუ აღარავის უწევა რაღაც ანგარის ან რაღაც ვიღაცასთან მინიმალური ვალდებულებაც აღარ ხო მაშინ აღარ საფრთხე ესე რომ მე თავისუფალი ვარ და რასაც ვიდა იმას პასუხისმგებლობამ შენ რაღაცნაირად მობილიზებული სხვადასხვა რაც ყველაზე მეტად წინს ახლა კრიტიკა არ მიყვარს არავის მე მაგრამ ჩემი აზრი ეს ყველას ვეტყვი ახლა ჩვენს კოლეგებს აქვთ ასეთი დამოკიდებულება რაღაც ხო აკვირდები ახლა გალაქტიონს ვერ გადავუსწარით ჭყალებში მაგრამ დანარჩენს დროდო ეჯიბრები ამ გალაქტიონს ხო და ჯერ ერთი შეჯიბრი შეიძლება პოეზია ერთხელ მე სულ ვამბობ რომ პოეზია არის სულის სიმღერა და როგორ შეიძლება სულის სიმღერას შეეჯიბრო და ერთხელ არა პოეტმა მეგობარებას ვითხრა რომ ვის გაუგიაო ეს კონკურსები რო გაქვთო და შეჯიბრები ამ პოეზიისო და საშინელება და არის ყველა საუკეთესო სასაცილოც აღარ არის უკვე რა შენი სულის სიმღერა უნდა შენ როგორც კოსმოსში ლაშა გახარი ამბობდა პოეტი ერთი ლექსია და მეც ასე ვთვლი რომ პოეტი მართლაც ერთი ლექსი მეც არ რემბლივი თალალი ხო მართლაც და პოეტი ერთი ლექსი მადლობა ლაშას გახსენებისთვის დიდი მადლობა და ის ზოგადად მეც აი როცა პოეტი ხარ ეს სულის სიმღერაა და აქ ყველაფერია ნათქვამი კი ბატონო ჩემო დავით 2 დღის წინ ოდაბადეს სტუმრობდით რომლისოდაც დიდხანს ვერ წლებდე და ქალაქში შეგვიცი ისიც მინდა ვთქვა რომ დავითი არის კოვიდის პერიოდის ანუ ონლაინ სტუდენტი ასე რომ ჩვენ ძალიან გვიან შევხვდით პირისპირ იმას თავისი ხიბლი ქონდა ალბათ არა დავით გვახსოვს ჩვენი დებატებიც იყო რაღაცა თითქოს უფრო კამერული სიტუაცია იყო არა ყველაფერში უნდა პოეტმა კი არა ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა გამოძებნოს ოპტიმალური გამოსავალი რაღაცა ხიბლი რაღაცა ის რაშიც სადაც აჩვენებს თავის მაქსიმუმს არა და ისე თუ ასე ვახერხებდით მე მგონი ხო ამას აი მაშინაც გიჭირდა თბილისში ოდაბადეს გარეშე უცებ არჩანდა ძალიან აკლდა ლექციას დავით მეგრელი ანუ დავით ლაზარია და მოვიკითხავდი და ზუგდიდი მოენატრა და აი მალე ჩამოვა და ასე შემდეგ რა ხდება ახალი და საინტერესო ზუგდიდსა და მის შემოგარენში ხო ზუგდიდი ჩემი მზეც და ჩემი ფანტელი მოვალ მალევე შეგისრუტავ დავიკარგები აი ამ ფრაზაშიც ზოგადად ჩემთვის ყველა იქ მაქსოვებ და ზოგადად მე მეძახიან ტურისტს სახშიც ტურისტ მეძახიან იქ იმიტომ რომ შეიძლება ისე მოულოდნელად დიან რაღაც სამსახურში ავიღო შვებულება ან რაღაც და ავდგე და პირდაპირ ისე რაღაც twin-ში რაღაც დამიტრიალდეს და სო მე ახლა სახში მივდივარ 10 დღით როცა სულს მოსწყურდება ზუგდიდის უძველეს ლექსი მაქვს ძველად დაწერილი და ასე მთავრდება წვიმასველებადი ყველა ქვეყანაზე გინდას მანჰეტენზე გინდას თეირანზე მაგრამ წვეთი განა მეტი რამე აი აქ მისმა მინდა რომ წვიმასველებადია ყველა ქვეყანაზე მანჰეტენზე სადაც არ უნდა ვიყოს მაგრამ წვეთი აი შენი სამშობლოს რაღაც შინაგანი აურის წვიმა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ზოგადად მე ჩემი შემოქმედებაც
აი ვინც არ უნდა წაიკითხოს და ვინც არ უნდა გაიცნოს კითხველისთვის უცებ მიხვდება რომ რაღაც დომინირებს ჩემი ზუგდიდი ის გარემო სადაც მე რომელსაც ყველაზე მეტად ასე ვთქვათ ვეწრფი და თუ ჩემი და მე შენი ადგილის დედა ხო და სხვათა შორის ჩემი ასე ვთქვათ კარგი შემფასებელი კრიტიკოსი პოეზიაშიც იქნება თუ ცხოვრებაშიც არის ჩემი ტყუპიდები და ახლა ნინი მეუბნება ზუგდიდშიო დარჩიო ახლა ბოლოს რო ვიყავი და რატომ მეთქი და იქო კარგ ლექსებს წერო უფრო და ეს და ზოგადად ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის ახლა მე სულ ვამბობ რომ წარმოიდგინე ახლა მთებში რო ვცხოვრობ და ის სხვა სულია რაღაც მე ვამბობ რომ ახლა ვაჟა-ფშაველას თბილისში რო ეცხოვრა მაგრამ ის გენიოსი იყო ზოგადად გენიოსი იყო და აქაც ალბათ აქაც მაგრამ ის მთები რო გოლიათი ის აურა სულ სხვა გარემოს იძლევა და თუ რამე და მე წავიკითხავ ლექსს რომელიც ახლახან დავწერე იქ კი ბატონო ძალიან საინტერესოა სიამოვნებით მოგისმენთ გადათოვლა ჩემი სოფლის გზები მეზობლის ბავს ღილია აწყდა ღილი ასე მშვენი ჩემი სოფლის საფლავების სიკვდილების მცველი ჩამოთოვლა ჩემი სოფლის უმწვერვალო მთები გუმოთილი ლაკადადო ჯასკიფერი სხული ჩამოთოვა ჩემი სოფლის ყანები და ხნული თოვლი არის სიცოცხლეზე ფაპუკი და რთული ორთქლი აზდის ბოსელს ყოხდათ საკონელის მოის ჯილეხივით ჩამოწვება ჩემ სოფელში ღამე თოვლიანი სევდის გორა ჩარდახი თუ ბადე ჩემ სოფელში ღმერთი მოკლეს შეძრულია მთვარე მთელი ღამე თოვს ვატნობდით მე და თეთრი მთვარე ნეტავ ერთხელ შეგემჩნიე გეთქვა რამე ანდაც შემთხვევითად მაინც გაგეხედა გარეთ ჩემი სოფლის მეჩხერი ტყე წყემსავს უცნობ ბავშვებს თოვლო შორეც მოვლენილო ნეტავ გეთქვა რამე დედოფალა დახრილია როგორც ბებო ჟანა გარეთ მე რამდენად ფანტავს ხომ არ გვეპლირტავა ჩემი სოფლის ჩემი სახლის ძველ ფიცრულში სიკვდილების მოის და ფანჯარას შემოასყდა ფანტენების გროვა ნეტავ აღარ შეაზაროს თვითნაბადი თოვა გადათოვლა ჩემი სოფლის გზები მეზობლის ბავს ღილი აწყდა ღილი ასე მშვენი დავით ოჯახის შვილობა და კოლხური ტრადიციები თქვენთვის წმინდაცა წმინდა ამჯერად ბებოს იუბილეზე ჩაბრძანდით მე როგორც ვიცი რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური ჭერი კი ნაწილობრივ ამაზე ილაპარაკეთ მაგრამ ოჯახის ინსტიტუტზე ზოგადად რომელსაც ახლა ყველაზე დიდი რაღაცა საფრთხე არ ემუქრება საქართველოში ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი რწმენა მაქვს მაგრამ ალბათ ამაზე მაინც ყურადღების მობილიზება უპრიანი იქნება იმიტომ რომ რატომღაც ყველაზე დიდ სიწმინდეებს დაუმისნა ჩვენმა მტერმა და ერთ-ერთს აი ოჯახის ინსტიტუტს თქვენთვის როგორც ოჯახის შვილისთვის ამ ტრადიციების ერთგული ადამიანისთვის მშობლიური ჭერი შორიდან მოულით ცოტა სანამ სიყვარულია რომელიც გვირგვინია ყოველივესი მანამდე ჩემი აზრით ოჯახის სიწმინდე და ოჯახური ღირებულება რაც არის მშობელი აი სულ ვამბობ რომ რაც არ უნდა თული პრობლემა გიგიჟინონ გარედან ხო და რა თქმა უნდა ეს გადალახავს რაღაც აი აპკოლებას რაღაც უგულებელ ყოფს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რაც შეეხება მე ცხოვრების ორი მისამართი გვაქვს რაღაც ჩემი სახლი სადაც და დავიბადე და მეორე სადაც ასე თუ ისე თითქმის გავიზარდე ბებიას სახლი და ორი მისამართი მაქვს რომ ბებია ზოგადად ბევრისთვის რაღაც ქართველებისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ოღა ბებიას ერინოთ სხვა რო არა მე ბებია ილიკო და ილარიონი და ეს რაღაც მოდის შემთხვევით არ დაწერილ ხო არა შემთხვევით არ დაწერილ და ახლა რომ და ერთადერთი ქვეყანა მგონი სადაც ბებიას ძეგლი დგას ბებიას ინსტიტუტი არსებობს მე ასე ბებიას ძეგლი დგას და ის რომანის ძეგლი იყო ცხადია მაგრამ პირდაპირ გაგები ჩემი რძალი მეუბნება მალეო კაცო ბებიებს კი არაო დედებს და ანუ მაგრამ მაინც თვლი რომ ვერ გაქრება იმიტომ რომ ბებიასა და ბაბუის ხო და ჩვენი ხო ზოგადად კი არის რაღაც გაცივდა ურთიერთობები ახლა ამას ვერ დავმალავთ არა ყველგან და არა ყველა ოჯახი ხო არა ზოგადად ეგრეც არ არის მაგრამ ბებია ზოგადად ის ჩვენთვისაც და ალბათ
ყველა ადამიანისთვის და მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს რაღაც ავტორიტეტი და ცოტა რაღაც რომ მოვიყევი და ბებიაშენს ვერ პატიობ რომ მეგრული არ გასწავლა. სულ მახსოვს. არა, ბებია იყო შინაგანად არისტოკრატი. მე მაშინაც გითხარი, ჩემო კარგო, შენ რომ ვერ პატიობ ეგეც მესმის, მაგრამ ჩემი ბებია იყო საოცარი სულით არისტოკრატი ადამიანი და ძალიან დედაჩემი იყო გურული და მან არ იცოდა ბუნებრივია მეგრული და ჩვენ რო სამეგრელოში ჩავდიოდით ბებოს უცდილობდა რომ მას არ შექმნოდა დისკომფორტი და ჭიშკარს მომდგარი მეზობელი რომ მეგრულად იქიდან ხო ასე ვიცით სამეგრელოში დაუწყებდა ეს ქართულად პასუხობდა და ანამუსებდა რომ ჩემი რძალმა არის ისო და ხერხულია ქართულად მელაპარაკეო მისი ვაფასებ მისამის კი ბევრჯერ დამწყდა გული რომ მეგრული არის მეტნაკლებად მე ვისწავლე კი მაგრამ ბავშვობაში ხა სხვა რომ მაშინ მაგრამ აი ასე მესმის იცით მე მისი დამოკიდებულება რომ ეს მისი სტუმართ მოყვარება მისი დელიკატურობა მისი სხვისი პატივისცემა შინაგანი ინტელექტი რაღაცა ადამიანური ამას იმდენად ვაფასებ რომ ბოლოს და ბოლოს გინდა დაისწავლე მე ხო არ დაგიშალა იმ ბებიამ უბრალოდ მაშინ არ მოგახვია თავს ნახე როგორი დემოკრატიც იყო ამიტომ შენ ჩემ ბებიას თავიდან კარგი და მაინც ზუგდიდელ მკითხველთან მე ვიცი რომ იქ საოცარი ფანები გყავს შენ და ვტკბები ხოლმე შენს გვერდზე რომ შემოვდივარ მათი ძალიან ესეთი სამართლიანი თითი რამბებით არა კომპლიმენტებით გახაზვით იმ ძლიერი ადგილებისა შენი პოეზიის რომელიც არ შეიძლება არ მოეწონოს მკითხველს ამჯერად ხო არ ქონია შეხვედრა ზუგდიდელთან ამჯერად არ მქონია მაგრამ ის ემოცია როდესაც წიგნის გამოცემიდან სადღაც ერთ-ორ თვეში ქონდა ზოგადად ველოდებოდი იმ დღეს როდესაც ზუგდიდში მეკდებოდა პრეზენტაცია იმიტომ რომ ალბათ ის უფრო დიდი პასუხისმგებლობა არანაკლები ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ზუგდიდში პრეზენტაცია და მე რაც დიდად ახარ არ გამიკვირდა იმიტომ რომ ალბათ ცოტა ესე ვთქვა დამსახურე მაგრამ იმდენი ადამიანი მოვიდა რომ მართლაც ესეთი დრო არის ახლა ხო და დროის ხონდობის გამო ბევრი რაღაც და მართლა იმდენი ხალხი მოვიდა რომ რაღაც ბიბლიოთეკაში ადგილიც არ იყო და ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო ბოლოს ამბობდნენ რომ დაასრულე მალე დაასრულე რამდენს ლაპარაკო მე ხო მიყვარს დიდად საუბარი და ასე რომ სულ მაქვს დრო რომ ვისაუბრო ამისთვის რაღაც ასე რომ ყველაზე ღირებული და ჯერჯერობით იმ შეხვედრის სითბო გვათბობს ხო კი და ახლა რაღაც ისრებს დიდ პასუხისმგებლობას თორემ ცნობილია ნაპოლეონის სიდიდე რომ ვერ იწამა კორსიკელმა გლეხმა ისე გარდაიცვალა რა ეგრე ხო გესმის ახლა ახლობელის პოეტები პროვინციაში იბადებიან და პარიზში კვდებიან ახლა არ ველოდები პარიზში მაგრამ ჯარი წერია დიდი ხანი მაგრამ დიდი გზები რო გელოდება მე მაგაში ეჭვი არ მეპარება და მაინც პოეზია თუ პუბლიცისტიკა ხა მე როგორც შენს ლექტორს ჟურნალისტიკის მიმართულები და იყავი არაჩვეულებრივი იდეების ფეიერვერკი იმ ონლაინ ლექციებზეც კი თუ დავით ლაზარე არ იყო ლექციაზე რაღაცა სხივი აკლდებოდა თუმცა ძალიან ძლიერი ჯგუფი ყავდა თქვენ საინტერესო და მონდომებული ბავშვები ნეტა ის მონდომება ეხლა აუდიტორიაში შერჩეთ შემდეგ დაობებს შეიძლება ისიც იყო რომ ის აუდიტორიაც გენატრებოდა და არც უმაგისობა იყო და ამიტომ პოეზია თუ პუბლიცისტიკა უფრო პოეტად მიგაჩნია შენი თავი თუ ჟურნალისტად როგორ აი კარგად გულწრფელად რო დაგიხდე ხო გულწრფელად რო გითხრა კი ბატონო მე ზოგადად ვარ ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი კი ბატონო ამას სულ ვამბობ და ახლა კი ამას ხედავთ ახლა მაგისტრატურაზეც სულ სხვა პროფესიაზე მინდა ჩავაბარო იმიტომ რომ და აი რას ვამბობ და ახლა სულ ხუმრობ რომ როცა ცოტა დავდერდები შეიძლება მეთქი ხატვაც დავიწყო და რაღაც ბოლოს ვიყო მხატვარი სიტყვით მხატვარი ხომ ხარ და ხო და აი რას ვამბობ რომ ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობს ახლა მოგიყო თუ ეგ აქსიომა ხო ზოგადად ახლა რას ვამბობ დიანა როდესაც მე შეიძლება ხლა ამ ეტაპზე რაღაც მედიას არ წარმოვადგენ ან რაღაც მაგრამ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გონზო ჟურნალისტიკა ასე ვთქვა ხო და მე რას ვამბობ ეს ალბათ ჟურნალისტის ბუნებაა და ჩემ აი
ქუჩაში სადაც არ უნდა იყოს თუ დავინახე რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება დიანა ან კონფლიქტია ან რაღაც ისეთი მე ყოველთვის მზად ვარ რომ დავიწყო ამის გაშუქება და გადაღება იმიტომ რომ ეს სულში გაქვს შინაგანად და ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ ასე რომ თანაბრად ვანაწილებ თუ ამათ იბადები ისევე როგორც იბადები პოეტად იბადები ჟურნალისტად მე ასე რომ თანაბრად ვანაწილებ ამას და ერთ აზრზე ვართ ამ საკითხთან და ძალიან სასიამოვნო თორე ცოტა ხანდახან მენანებოდა რომ ვაჩუქეთ პოეზიას ეს კაცი და არა და ის სხვა ტიპის შემოქმედებაა და ჯერ არის დრო რა ჩემი თავი რო არის ცხოვრება წინ არის კი არა ზოგს ასეთი მოსაზრებაც აქვს რომ წერლობას იგივე პოეზია ხო წერლობის ნაწილია პუბლიცისტიკაც ხა ჩვენ კარგად ვიცით ხო ამაზე ბევრი ვისაუბრია და ამის ნათელი მაგალითია სოლომონ დოდაშვილი რომელმაც ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელი რომელმაც რაღაც პროზასთან ერთად ჟურნალისტიკა რაღაც შერწყმა მოახდინა რაღაც და ეს ამაზე დიდი მაგალითი ახლა კი ბატონო რამდენიც გნებავთ ნებისმიერი დიდი მწერალი იწყებდა პუბლიცისტიკით და აგრძელებდა მთელი ცხოვრება ჰემინგუეი ხომ ამბობდა რომ მე როცა მასალა შემომაკლდება ჩემი რომანებისთვის მივდივარ ჟურნალისტიკაში რომ ცოცხალი ცხოვრება იქედან ამოუკრიფო ინფორმაცია ემოციები და დავწერო აი ეს დიდებული რომანები ასე რომ ჟურნალისტიკაც ისეთი პროფესია რომ გინდა თუ არა სისხლი მარადიულად ბრუნავს და რაღაც ცირკულაციას ახდენს ასე რომ დიდი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის იმედიც მქონდა გითხრა სიმართლე აი რა მოგცათ ჟურნალისტიკის სპეციალობაზე სწავლამ როგორც პიროვნებასა და მომავალ კალმოსანს ძალიან საინტერესო კითხვა და საფიქრებელი და რთულიც სამაგდროულად. ახლა შეიძლება ზოგიერთი კითხვა ბანალურად ჟღერს ეს ზოგადად ცხოვრებაში და მაგრამ ბანალურობაში ხო არა როგორ გეტყვი. სიღრმე ქვეტექსტია. მნიშვნელოვანია ქვეტექსტის გააზრება თორე ახლა. ჟურნალისტიკა მომცა უპირველეს ყოვლისა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი. აქედან ადამიანურიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, მე ვარ ჟურნალისტები, მე ვარ ინჟინერები და ასე შემდეგ. მე თქვენ გეუბნებოდით, რომ ჟურნალისტიკა არის ადამიანწოდნეობა. ადამიანწოდნეობა ეს რაღაცნაირად გაშუქების თეორია იქნება თუ პრობლემისა. ჟურნალისტიკაც ხო აი ამ სფერომ რასაც ვქეთ, ჩემმა პროფესია მანახა როგორ შეიძლება პრობლემა დავინახოთ ობიექტურად, მიუკერძოებლად და ისე ანუ ხო რაღაც ღირებულად. აი რომ გააზრება მოხდეს ამით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პოლიტიკურად, არაპოლიტიკურად თუ ასე შემდეგ. და ჟურნალისტიკა მართლაც და ბევრი რაღაცა მასწავლა და მანდახა თუნდაც ახლა ის ადამიანები რომლებიც ჟურნალისტიკას ქმნიდნენ ახლა წლების განმავლობაში და რაღაც ეს უძველესი სხვანაირი მკითხველიც ხდები ხო და მე აი ამ კითხვის პირდაპირ პასუხს თუ დავიწყებთ რა მომცა ჟურნალისტიკამ და ჟურნალისტიკის განსხვავება ახლა რითი განსხვავდება თანამედროვე ჟურნალისტიკა იმდროინდელი ჟურნალისტიკიდან ახლა მაგალითად დღევანდელ ჟურნალისტებს დიდად რას აკისრიათ ჩემი აზრია ესეც ძველ იმდროინდელ ჟურნალისტებს ივანე მაშაბელს, კერესელიძე, სოლომონ დოდაშვილს სხვა მისია ჰქონდათ და მათმა რაღაც შრომამ საზოგადოების იმდროინდელი რაღაც FM-ის გასწრილი საზოგადოების გამოღვიძება და აი ეს მოახდინა ზოგადად იმ ჟურნალისტიკამ, რასაც ეს ადამიანები ემსახურებოდნენ ნიკო ნიკოლაძე და ასე ვთქვათ და ჟურნალისტიკის რაღაც მე ვთვლი რომ ძირითადი ჟურნალისტიკა, წმინდა ჟურნალისტიკა რაცაა, ჩემი აზრით გასულ საუკუნეებში კლასიკური ჩვენი გაზეთით გავართ. ეს ყველაზე მეტად მიყვარს ეს სიტყვა კლასიკური, ზოგადად აი ლექსის კითხვაშიც რო არის მომეწვიან. ისი წაკითხული მოგწოს. ლექსი ყველაზე მეტად მიყვარს საკითხულობენ რაღაც კლასიკურად და ეს კლასიკური ყველაფერში რაღაც არის მოდური და თამასა აქვს მაღალი, ხო, მარადიული და ასე რომ ვაკვირდები. კარგად თქვი თამასა აქვს მაღალი კლასიკურს ყველაფერს ახლა ვიდრე რაღაც ჟურნალისტიკას ხო დეკლამა მოდა მოდის კლასიკა რჩება. ხო რაღაც ასე რომ
ჟურნალისტიკას რაღაც თეატრი მგონია და რაღაც ჟურნალისტის უნდა იყოს სახილობი ახლა. ახლა ადამიანს შუგვარ დედასთან რომ მიდიხარ რაღაც ინტერვიუზე ახლა შეიძლება აქ ისეთებზე ვისაუბროთ რაც ხარს უნდა იყოს დასმული და ახლა არის რაღაცები რაც მაღიზიანებს ჩვენს ტელევიზიებში და ზოგადად ძალიან დიდი დელიკატურობა გმართებს რესპონდენტებს. რაც საერთოდ არ აგვაქვს და რაღაც ეს არა, მაშინ ხელს ნუ მოусვამთ ესე ყავს ღირსეულებიც. ხო, არა, ეს დავით, გამონაკლისები არის. ახლა მე ისე არ გამოვიდა ვიდეო რაღაც. არა. ის ვარ ჟურნალისტიკის ექსპერტი, არა, როგორ იგეტრება. ზოგადად წესით უნდა იყო მაგაში მომიჭედი. ხო, და ზოგადად ამ ქვეყანაში ყველაფრის ექსპერტია. თანამდებობა გამშვენებს. ხო, არა, რა თქმა უნდა, ახლა მე ჩვენ მივეჩვით რაღაც ხელაღებით იმას, რომ ვიღაცას კრიტიკა ვესროლოთ, მაგრამ გამარტივდა ცუდი გაგებით გაამარტივეს ძალიან დიდებული პროფესია. ხო და არის რაღაცა, მაგალითად, როდესაც შენი კოლეგის რაღაც არ მოგწონს, ან რაღაც შენი პირობითად რომელიღაც მედიის, შენ იმ მედიის და ჟურნალისტის წინაპირობა უნდა კონდეს წაკითხული. რატომ მოხდა ეს? აი ეს მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ ყველაფერი გადის ადამიანურზე, ასე რომ როდესაც თუ გიყვარს პროფესიას, თუ გიყვარს ადამიანის, მე შეიძლება რაღაც ყველაფერი. მე შეიძლება პროფესიაზე ლაპარაკი საერთოდ არა. და ეხლა ყველაზე მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ჩვენ ზუგდიდელ კოლეგებზე რას გვეტყვით, დავით? რეგიონული მედიის თავისებურებებზე უძველესი კულტურის კოლხურ ქალაქში. აი რას გულისხმობ? იცი, აი ბეჭდური მედია ეხლა კრიზისს განიცდის, ხო, ცოტა მოაკლა, ცოტა კი არა, კარგად მოაკლდა კითხველი. იქ რა ხდება ამ თვალსაზრისით? ელექტრონული მედია რამდენად პოპულარულია, აი გამორჩეული ავტორები ალბათ არიან. თუ ზოგადად საბედნიეროდ ზუგდიდშიც, რეგიონებშიც, სამეგრელოშიც ვითარდება ასე თუ ისე, მოდი ვთქვათ, რეგიონალური მედია, რომელიც ეს თუნდაც თემის რადიოები როგორიც მედიები ეს მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკაშიც და აქტუალურია. მაგრამ სამწუხაროდ ციფრული ეპოქა ახლა და უფრო ბეჭდური მედია შეცვალა ჟურნალისტიკა ზოგადად ახლა ზუგდიდი ივანე კერესელიძის ქალაქია ასე ვთქვათ 18 წლის განმავლობაში რაღაც უანგარო თითქმის ნატურით ბეჭდავდა თავის განახლებულ სისკარს და ეს ზუგდიდი ასე ვთქვათ ბეჭდური მედიისგან ახლო ქალაქი არა ახლა რაღაც შორს უმეტეს როდესაც იქ ძველად მეგრული გაზეთიც გამოდიოდა ყაზახის გაზეთი სამწუხაროდ ახლაც არის უკვე რაღაცნაირი ნიშანწყალი შეინიშნება ძალიან ბევრი გაზეთის გაცოცხლებისა რაც ასევე რეგიონალურ მედიებს რაც შეეხება ჩვენ და საუბედუროთ დღესაც ნებისმიერი რეგიონალური მედია ასე ვთქვათ და ონლაინ გამოცემა ისევე როგორც ცენტრალური მედიები არის პოლარიზებული მაგრამ მათი ღვაწლი უფრო მნიშვნელოვანია რეგიონის პრობლემის გაშუქებაში ვიდრე სამწუხაროდ ისე გამოვიდა რომ ვერ ხერხდება რეგიონის პრობლემის ასე ვთქვათ კარგად აღქმა და გაშუქება და მხოლოდ ერთადერთი ნიშანწყალი რაღაცა დაგვანახოს პრობლემა ეს არის საბედნიეროდ რეგიონალური მედიები. რაც შეეხება ონლაინ მედიაც აქტუალურია. ახლა ზუგდიდში მინდა გითხრათ რომ ჩხოროწყუში სამეგრელოში ეს უნდა არ თქვა ობიექტურობისთვის გაიხსნა ონლაინ მედია აკატივი ეს არის პირველი მეგრულენოვანი ტელევიზია რომელიც ხო იმშვიდობება და ჩვენთვის მიუწვდომელი. ხო, ჩვენთვის მიუწვდომელი, მაგრამ ძირითადად ემსახურება სვანური ქართული, ლაზური ქართველური ენების პოპულარიზაცია შენარჩუნებას, რომელსაც სჭირდება ასე რომ ჩამკვდარი რეგიონალური მედია არაა ზოგადად და მე რამდენჯერ როცა ვუყურებ ახლა მებიას ქონდა სხვათა შორის ოდიში ჩართული ჩვენი რეგიონალური მედია ასე ვთქვათ და იმდენად საინტერესო რაღაც გადაცემასაც ნახავ, იმდენად საინტერესო რაღაც კოლაჟს ნახავ, ეს კულტურას რაც შეეხება, კულტურას იმდან მართლაც კარგია, რომ ასეთი ის ვითარდება და ძალიან ბევრჯერ როდესაც მე მიყვარს ტელევიზია, რა თქმა უნდა და ვუყურებ ახლა ჯერ ჩამთავ მაგალითად მოამბეს, მე კურიერს, მე რაღაც მონიტორინგს ვახდენ და როდესაც მონიტორინგს ვახდენ, რამდენჯერ ყოყმანი გამიკეთებია და რაღაც შერჩერებულა რეგიონალური მედიის საზოგადოებრივი იმაზე რეგიონალური მედიის რაღაც საინფორმაციო გამოშვებაზე, იმიტომ რომ ის რაღაც სხვანაირი კუთხით და რაღაც თუ გინდა რომ
შენ გაიგო რა ხდება შენს რეგიონში, შენ პირველი წყარო რა თქმა უნდა არის რეგიონალური მედია, რომელსაც უნდა კონდეს უფრო მეტი ხელშეწყობა, უფრო მეტი რესურსი, რაც სამწუხაროდ მე ვიცი რომ არ გააჩნიათ და რაღაც. აი ბატონ გიორგი მამაცაშვილს მივმართოთ ახლა აქედან ჩემი ყოფილი სტუდენტი არ არსებობს, ჩემი სტუდენტი და სხვათა შორის აქ ბრძანდებოდა დასაწყისში ამ საავტორო გადაცემებითა და დაგვპირდა რომ უეჭველად განსაკუთრებულ ყურადღებას დაუწყო რეგიონალურ მედიას და რაკი ზუგდიდში ასე შეინარჩუნა თამას რეგიონულ მედიამ ბეჭდურმაც ონლაინ მედია ზოგადად პრესას ყოველთვის ყავს თავისი მკითხველი. ეს არ არსებობს. მეც იმედი მაქვს შეიძლება რაღაც ონლაინ მედია იყოს რაღაც და შეიძლება რაღაც დროთა განმავლობაში საერთოდ ეს კაბელური მაუწყებლობა შეიძლება რაღაც ჩაანაცვლოს ონლაინ მედიამ. ამის იმედი დიდად არ მაქვს, მაგრამ არ ამგონი არც უნდა მოხდეს, მაგრამ რაღაც ბეჭდურ მედიას თავისი ხიბლი აქვს და რაღაც საქმეა. აი, ფურცლის შრიალი და კითხვა, მე მგონი მაინც როგორც განსხვავდება ქაღალდზე დაწერილი და ტელეფონში დაწერილი ლექსი, რაღაც ეს სხვა ემოციას ძლებს. ზუსტად ესა ფურცელს თავისი სურნელი ასდის და ასე რომ ბეჭდური მედია უნდა შევინარჩუნოთ და ზუგდიდში ინარჩუნებს თამასეს როგორც ბეჭდური მედია ზოგადად ჩემს ქალაქში რაც შეეხება დახმარებას გვერდით დგომას ამას ჩვენი ჟურნალისტთა ფედერაცია რომელიც ახლა ძალიან გააქტიურებულია და ბევრ ამას გვპირდება იმედია რომ დაუდგება გვერდით არა მარტო ზუგდიდის მაგრამ ზუგდიდის რეგიონულ მედიას და დიანა ეს დავამატებ თუ შეიძლება ჩვენ გავიწყდება ერთი რაღაც, როდესაც რეგიონის პრობლემაზე არის საუბარი, ამ დროს ჩვენ აი ეს პრობლემა საერთოდ უნდა იყოს პოლიტიკისგან დასხლილი, რადგან ჩვენ რეგიონის პრობლემა უნდა იყოს აღმოფხვრილი და მოგვარებული. სამწუხაროდ სულ ხდება რაღაცნაირი ინტერპრეტაციები კი და ეს სამწუხაროდ მივიწყება პრობლემების რაღაც აღშემჩნევა და სამწუხაროდ ხდება ასეც, მაგრამ იმედია ყველაფერი. ნუ მეოთხე ხელისუფლება მედია უნდა იყოს. აი სწორედ მაგისთვის არის საჭირო და აუცილებელი. ჟურნალისტიკა არის რაღაც დამკვირვებლის მაკონტროლებელი უნდა იყოს. და დიახ, ახლა რაც არ უნდა ტკივნეული იყოს ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლების ჟურნალი, მედია უნდა იყოს კრიტიკული და ჩასაფრებული. კარგი გაგები რაღაცა. კარგი გაგები. მოდარაჯე მაგაზის ფუნქცია დააკისრეს ცოტა უხეში შედარებაში, მაგრამ რატომ ახლა მოდარაჯე ნაგაზი ანუ სახსო იცავს ის აშავებს რამეს ტერსერჩის თორე მოყარის კი არა თუ ხელისუფლების ის სამი შტო ასრულებს თავის ფუნქციას კეთილსინდისირად მას მეოთხე ხელისუფლება არაფერს ერჩის პირიქით გვერდით უდგას კარგ შემთხვევაში აი მედია ზულდა მედია უყვართ პოლიტიკოსებსო შენი ძვირფასი მეგობარი მაიკო წერს თავის ერთ-ერთ წიგნში ნადარეში იცი შენ კარგად ეს ახალგაზრდა ავტორი და რას გულისხმობს იცი აი ის პერიფრაზი ჩვენი მტერმოყვარისა მედია ზულდა მედია უყვართ როცა თავის საქმეს სინდისიერად ასრულებენ და მედია ეგულებათ გვერდზე მდგომად და თუ მედია ცოტა ფარცხავს რაღაცეებს ხო როცა ის შენ შეცდომებს ხედავს და არ ჩუნდება აი მაშინ შენ ეცადე რომ გიყვარდეს და იქნები უფრო ღირსეული ხო მართალია ამიტომ ასე არ არის საქმე რომ ჩასაფრებული კარგი გაგებით არის შენც გიცავს შენივე შეცდომებისგან შენივე შეცოდებებისგან აი ეს დიდი მისია დიდწილად აქვს მედიას რაც არ უნდა ის იყოს დეგრადირების გზაზე მაგრამ ნუ რაღაც პერიოდში ჩვენ უცებ ვერ მოვზომეთ ეს თავისუფალი მედიის ასპარეზი ზოგმა გადაამეტა იმ თავისუფლება აღვირაშვებულობად გაიგო ვერ აუღვალო თანდათან დაალაგდება ეს ყველაფერი როგორც შტორმის შემდგომ ზღვა დაიწმინდება ხოლმე ვიცი ჩვენ კარგად კი ბატონო და ეხლა რა მინდა კიდევ ვკითხო რა ლამაზად თქვა დარჩილში შენმა მეგობარმა თუ არ ცდები ნონა ჯანაშია ხوار მეშლება გადავცეთ შთამომავლებს ნანაში ნინა რომელშიც უამრავი სამყაროსეული საიდუმლოება და ცოდნა დამალული სვანები სვანურ შეინახავენ ლაზები ლაზურს და ასე აღდგება ლაზარე
ამ პროექტის თაობაზე მახსოვს დებატები ქონდა ჩვენი საგნის ფარგლებში საჯარო გამოსვლა დებატები ძალიან საინტერესო დებატები იყო ყავდა თითო როლა მოწინააღმდეგე ამ პროექტს გვახსოვს ჩვენ მაგრამ ჩვენ ძალიან არგუმენტირებულად მაშინ დავასაბუთეთ რომ ეს ძალიან საჭიროა ქართული ენის მთლიანობის მისი სისავსის მისი სიმდიდრის შესანარჩუნებლად სწორედ ეს მისი შვილი ენებია რა სვანური, ლაზური, მეგრული ეს უნდა ისწავლებოდეს. ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლებში თუნდაც არჩევითი, თუნდაც სურვილით დასაწყისში და მე იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ბევრი მსურველი გამოჩნდება. თუ არ ვცდები ჩვენი ძალიან დიდი მოღვაწის თანამემამულის რაულ ჩილაჩევას იდეა იყო ეს თავიდან, ხო? ხო, ვიცით რა ეტაპზეა ეს პროექტი, რაღაც ვეღარ მივადენთ. სანამ ენის და რეგიონალურ პრობლემაზე დავიწყებთ საუბარს, ერთი ჩეჩნეთის სახალხო პოეტს აქვს ასეთი რაღაც დაწერილი თუ ჩემი ენა ხვალ უნდა მოგდეს მე ვერჩევნია დღესვე სიკვდილი და ამაზე ლამაზად ზოგადად ენა მარადიული სიმდიდრე და თუ ჩვენ საუნჯე თუ ჩვენ რაღაც სულ ციტირებთ ენა მამულის არწმუნება მე დარწმუნებული ვარ ილია მე ისა ილია ჭავჭავაძეს ხო ილია მართლაც ახლა ნამდვილად არ ეკნებოდა ეს დათქვამი მხოლოდ ქართულ ენაზე ან რომელი არა რა თქმა აი ეს არის ნებისმიერი ერის ქვაკუთხედია მე სულ ვამბობ ახლა ამას ეს თამამად შემიძლია ვთქვა და ბევრს არ შეერა თუ გაქრა მეგრული ენა პირობითად გაქრება ღომიც ელარჯიც აი ეს კულტურა ზოგადად ენა არის იმ რაღაც არამატერიალური კულტურის შემანარჩუნებელი ჩვენ ეს სამწუხაროდ ძალიან ბევრს ძალიან ცუდად აქვს გაგებული და რაღაც ინტერპრეტაციები ხდება ცუდად თითქოს სეპარატიზმია მაგრამ როგორ შეიძლება მეგრელს დააბრალოს სეპარატიზმი იმ დროს როდესაც ჩემზე კარგად იცი ლექსი არსებობდა ქართკახეთი იმერეთი გურია და რაჭა ყველა ჩემი სამშობლო სამეგრელოს გარდა აი ამ დროს როდესაც ეს ახლა ამის თქმა ბევრს ჩაფარცხეს რაღაც არც უნდა არსებობს ხო და იმ დროს როდესაც ახლა შენ და ეს ის მხედრიონი რაღაც ზოგადად მტკივნეული თემა ახლა სამეგრელოს მხედრიონს და მტერს ერის მტერი არის ერის მტერი იმას ეროვნება არა აქვს არა დამდივარ იმას ეროვნება არა აქვს და მარცა უნდა როგორმე მოიგერიო როგორ წავიდა ხო როგორღაც გადავძლიეთ ეს ყველაფერი ხო საბედნიეროდ ყველაფერი გაიფილტრო და ეს ამბობ ახლა მეორე რაც შეიძლება მოდი დიანა სანამ ჩვენი ენის პრობლემებზე დავიწყებ და რაღაც საუბარს ეს არა რაღაც თითიდან გამოწვეული თემა ნამდვილად იმიტომ რომ ამერიკის კვლევით ინსტიტუტის ამბობს რომ 70 წელიწადში შეიძლება გაქრეს ენების 50% ეს იქნება და ასევე გაქრა ახლა უბიხურიც გაქრა ისლანდიასაც აქვს საკუთარი მშობლიური ენის პრობლემა და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას და სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში ძალიან კარგად აქვს დაცული და კონსტიტუციურად აქვს რაღაც ახლა მე არ ვარ ამის ექსპერტი რა სპეციალისტი მაგრამ კარგად აქვს რაღაც დაცული საკუთარი რეგიონალური ენები და თუ გვინდა რომ ჩვენ ეს ეროვნული ენის დაცვის თუ ჩვენ გვინდა რომ დავიცვათ მართლა რაღაც არაშაბლონს მოკლებულად ჩვენ აუცილებლად სვანურსაც მეგულსაც უნდა მივანიჭოთ რაღაც თანაბარ იმაზე უნდა დავაყენოთ რაღაც სახელმწიფო ენის სტატუსი და ეს ერთადერთი სტატუსი აქვს მაგრამ ქართველური ენა ოფიციალური სტატუსი როცა ექნება მაშინ აი რაღაც დამოკიდებულება აქვს ისეთი რა მეგრული არა ის სვანური არა სვანებს ჩვენზე უფრო დიდი პრობლემა აქვს იმიტომ რომ სვანები ეთნიკურად არიან ძალიან მცირენი ახლა ეს რაც მართალია ზოგიერთი ჩვენ კიდევ სულ ვამბობ შენიშვნის სახით ამას მეგრული ენის დღე გვაქვს ამ პრეზენტაცია გვაქვს და სულ მithkomს და რაღაც ჩვენ ენის გადარჩენის ერთ-ერთი მექანიზმი არ არის რაღაც მეგრული ლექსი წაიკითხო მე სულ აი მეც ახლა მკითხულობ და სიამოვნებაზე რა თქმა უნდა ახლა მაგრამ მე მუსიკასავით ვუსმენ მე ხა იტალიური არ ვიცი მაგრამ ისე მიყვარს იტალიურს მოსმენა ლამაზია ხო ამის ჩემმა ერთმა ლექტორმა მომწერა შენი მეგრული ლექსიო რაღაცა გავიგეო ცოტაო რა ისე ლამაზად ჟღერდაო და რა თქმა უნდა მაგრამ რას ვამბობ ახლა მე როგორც ჟურნალისტი ისე ვუდგები ამ თემას აი ამ თემას პროფესიულად ვუდგები იმიტომ რომ ჩვენ თუ საზოგადოებაში არის რაღაც ცუდი დამოკიდებულება და
საშიში აღქმა იმენის პრობლემისა, რასაც ქართველური ენებს გააჩნია, ჩვენ ინფორმაცია უნდა მოვახდინოთ. შენ ადამიანს ეუბნები, რომ იცი რა, ეს გჭირდება, მაგრამ ის ვერ იაზრებს, რატომ გჭირდება. შენ უნდა აუხსნათ. დღეს აი იმ დროს მაგალითად მახსოვს თქვენ დათქვამით ერთხელ 50 წლის წინ მაგალითად სამტრედიაშიც მეკულად საუბრობდნენ. იყო ასეთი ის. ახლა ცხენი წყლის იქით არის სამეგრელო. დღეს აბაშაში თითქმის გამქრალია ჩვენი ენა და 20 წელიწადში შეიძლება საერთოდ გაქრეს. აი ეს აბაშური მეგრული მესმის, იმიტომ რომ ნახევარი ქართულია, დიდი წილი ჭალეხი ჩიქორთული. კი, ამიტომ ლამაზად არ არის და აი ეს ენის პრობლემა რაცა უფრო რაღაც ადეკვატურად უნდა იყოს აღქმული, მაგრამ ყველა პრობლემა სჭირდება ინფორმირება. რატომ სჭირდება მას დაცვა და ჩვენ თუ საზოგადოებას არ ავუხსნით, რატომ სჭირდება დაცვა, მაშინ ის რა თქმა უნდა ნეგატიურად გეტყვის, რომ მეგრული არ არის, სვანური არ არის, აფხაზური არ არის და ასე შემდეგ. გასაგებ. თქვენი პოზიცია აბსოლუტურად გეთანხმება. ენა მარადიული სიმდიდრეა და უნდა შევინარჩუნოთ. და აი ესეთი რაღაც მინდა გითხრა. ამას გვერდს ვერაული დიდხოლობა საქართველოში მავანმა ესეც პოლიტიკური პაექრობის საბაბად აქცია. პარალელურად სოციალურ ქსელში ქვეყნდება 85 წლის ციცობებოს ვიდეო. კარგად. როგორ ფიქრობ დავით, ამ დიდებული ქალბატონის სამშობლოს ვინმე დააჩოქებს? ამის პასუხი რაღაც ჩვენი ისტორიაც ამბობს, რომ რაღაც საუკუნეებია იმდენი. ციცო, არ გაშინია. შინია არა შიში ვერეცნის სიკტილსაც ცუდია დაღრეჯილობა ნუ გაშინია ხალხო გამაგზეს ეს თოვლი მალე წავა მალე მოვა გაზაფხულა ისევ კარგად იქნება შენ გაგიმარჯოს ღმერთმა შენ მე რო უნდა ამოვიდე ახლა და თუ ჩამიწყდა შენ რა მოხვალ გადმოდგენ თებზე მესწეთინთეზე შენი ქართველი გმირები ვარზიაშია დღეობა დიდი საკლავად მიხავთ ირმები ვარზიაშია დღეობა დიდი საკლავად მიხავთ ირმები შენ გაგიმარჯოს სუფრა გაშლილი სუფრა ლამაზიენითა ავენ ლოცვის გმირები ვერაზღებიან ქერითა თამას ლოცავეს ლოცვის გმირები ვერაზღებიან ქერითა მტერი ყოლია ოსპალოს სპარსი და რაღაც ამბევრი და ვერ მოხერხდა და ის ბებოს ვიდეო ხო რაღაც საოცარი იყო რომელიც რაღაც მასშტაბურად გავცელდა რაღაც ფართო მასებისთვის და ეს ნამდვილად ძალიან დადებითი ემოცია შემოიტანა ზუსტიქია იყო ხა და საშიშროება და ყველანი ნორმალური ადამიანი განიცდიდა საქართველოში და იმხელა იმედი გააჩინა საოცარი და მე აი პირველი რაც მოვიდა ასეთი ქალბატონის სამშობლოს ვერავინ დააჩოქებს და ცდილობდა ბევრი ჩვენ კარგად ვიცით ჩემო კარგო დავით ჩვენი წმინდანი მეფის სახელს ატარებ რა გაცდა ეს შეთვის რა გვარი პასუხისგებლობა სიამაყე ფრთები ბორკილი ზოგადად იმდენი რაღაც სახელი მაქვს სოფელში რაღაც უბანში სხვას მეძახიან დავითს გულისხმობს სხვაგვარად მე არ მოგმესმის და ყველაზე მეტად სიამოვნებს დავით რაღაც კარგად ჭრეს და მეორე და როცა რაღაც საახლობლოში დაიწყებენო მალე ბავშვი გვეყოლება და რა უნდა დაარქვათ სულ მინდა რომ ყველამ თქვას რომ რაღაც დავითი მე არ მიყვარს რაღაც არავის ის დავითებულება მაგრამ სულ ხო ესეთი ლამაზია დაარქვით კაცო დავითი რა გეშიდი ასე რომ ბევრი დავითი თამარი და ბევრი ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანას მოდი ადამიანი ვერაზოს ვერ გარისაზღვრება საკუთარი სახელისა და გვარითისა შინაგანი ბუნება და როდესაც ხარ კარგი ადამიანი უკვე ხარ კარგი გვარიშვილი, კარგი სახელიშვილი და კარგი ადამიანი ამშვენებს სახელს და გვარს და არა პირიქით. კი ბატონო, დიდი წარმატებები მინდა გისურვო სამწუხაროდ ამოიწურეთ ჩვენთვის განსაზღვრული რომ ამოყად და ღირსეულად გეტარებინოს ჩვენი დიდებული წინაპრის სახელი. დიდი მადლობა სტუმრობის გულწრფელი საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა.
მომავალ ხუთშაბათამდე ძვირფასო ტელემოყვრით.